აი მაშინ ერთ ამბავს კიდევ მოგიყვებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ესე იგი, სკოლაში ძალიან კარგი კლასი ქონდა, იცი ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ თქვენ ჩვენი კლასთან 3 რუსაველის პრემიის ლაურეატი გამოვიდა. ერთი ლომერ ახვლედიანი კინოოპერატორი, ლენინური პრემიის ლაურეატიც იყო, სახელმწიფო პრემიის ლაურეატებიც იყვნენ, ისე რომ კარგი კლასი იყო ძალიან. ხო და ჩვენ კარგ ოთახში მოხვდით პირველი სკოლა, გიმნაზია ახლა ზევანდელი, იქ ვსწავლობდი მე. იმ ოთახს ერქვა სტალინის ოთახი და მთელი კედლები იყო სულ ლოზუნგებით და ჩვენი ასე ვთქვათ კიმების, ბელადების სურათებით მოფენილი. დაგვავალეს ლექსის წერა, მეორე კლასში ვიყავით მაშინ. შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ ასეთი გარემოში ვიყავით ჩვენ, შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ ჩვენი პოეტებიც მაშინ ბელადებზე წერდნენ ლექსებს. ყველა ჩვენგანმა დაწერა ლექსი ბელადზე. მე ბერიაზე დავწერე ლექსს. ძალიან ამახი ვიყავი, მივედი სახლში, დედა გვიან ბრუნდებოდა 2 სამსახურში მუშაობდა და ვერ დავიძინე და ველოდი მოვიდა დედა, ჩამომიჯდა საწოლზე მომეფერა და როგორ ახლა დედა იცი ლექსი დავწერე. აბა ერთი მითხარიო და მე უთხარი. მიყურა და მე მითხრა, არ გავიგო, ოდესმე ლექსი დაწერო. გავიდა რამოდენიმე დღე და მომიტანა 2 ციგნი. ერთი იყო ბარათაშვილი, მეორე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე. და მითხრა, რომ აი ეს საიკითხე. მე იფიქრე. და ასე შემდეგ. აი ესე იყო ესეთი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი სიმართლის.